რა მეთოდები იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ საზოგადოების აზრის ფორმირება მოხდეს. აქ არ ახსენებენ შეგნებულად იმ არგუმენტებს, რომელიც არის დასახელებული ჟარგონზე მედიაში ბოლო პერიოდში დაარქვეს სენდვიჩი. ეხლა მე გეტყვით, რას ნიშნავს სენდვიჩი. დააკვირდით, როგორ წავა ახლა აი ამ სქემის გათვალისწინებით ეს სიუჟეტი. როგორ ხდება მნიშვნელოვანი ნაწილების ამოგლეჯა ინტერვიუებიდან. დააკვირდით, სად იყო სინქრონი გაჭრილი. თუ გაქვს შენ იმის განცდა, რომ მართალი ხარ და ტყუილად გერჩის ვინმე, ლანძღვას რატო იწყებ? მოგესალმებით ყველას, მადლობა რომ თვალს გვადევნებთ Redline-ზე. მე ვარ ბექა პატურაშვილი და დღეს დაგიბრუნდით კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემით, რაც არის ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირება. ამჯერად უკვე დიდი ბრიტანეთის მიერ უკვე დადასტურებულია ინფორმაცია და ცნობილია, რომ 14 დეპუტატმა შეიტანა თემთა პალატაში ეს ინიციატივა, სადაც მოითხოვენ ქართული ოცნების დამფუძნებლის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის დასანქცირებას. ეს ერთი და ასევე ეს ინიციატივა მოიცავს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას, ისევე როგორც მოხდა ეს ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში. ამ თემის ირგვლივ საუბარი ცხადია საინტერესოა. 2 დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი, როგორ გაშუქდებოდა ერთის მხრივ და ამჯერადაც დღესაც შემოგთავაზებთ, ანუ მედიაში ეს თემა როგორ გაშუქდა სხვადასხვა პოლიტიკის გამტარებელ მედიებში, ვნახავთ კონკრეტულ სიუჟეტებს, აქვე დავაანონსებ და გარდა ამისა მაინტერესებდა რა შეფასებები გაკეთდებოდა პოლიტიკურად, როგორი იქნებოდა შემხვედრი ნაბიჯები ქართული ოცნების მხრიდან და ამავე ვიდეოში ჩვენ განვიხილოთ ასევე ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადება, რომელიც იყო პირველი ნაბიჯი, ასე ვთქვათ, პირველი რეაქცია, ესეთი წერილობითი ფორმით გავრცელებული განცხადება, აი ამ სიახლის გაგების შემდეგ, რომ ბრიტანეთი განიხილავს უკვე საკანონმდებლო ორგანოში, აი ამ ინიციატივის განხილვას იწყებს, ასე ვთქვათ. ვნახოთ, როგორი რეაქციები იყო პოლიტიკოსების მხრიდან, მოკლედ, როგორი რეაქცია იყო უშუალოდ პოლიტსაბჭოს განცხადებაში, ასევე შევადარებთ გარკვეულწილად წინა რეაქციებს, რომელიც მოყვა შტატების გადაწყვეტილება სანქცირებასთან მიმართებაში და წინა პოლიტსაბჭოს განცხადება სწორედ ამ საკითხს ეძღვნებოდა, რამდენად შეიცვალა ტონი, აი ამაზე გავამახვილებ ყურადღებას თქვენთან ერთად ბრიტანეთთან მიმართებაში, რატომ შეიცვალა ტონი და რა იგულისხმება თითოეული წინადადებისა თუ აბზაცის მიღმა, რასაც წერს ქართული ოცნება ესე კრებითად პოლიტსაბჭოს წერილის ფორმატში. დავიწყოთ, პირველ რიგში გთავაზობთ მიმოხილვას მედიაში გაშუქებული ინფორმაციით. ამ შემთხვევაში გვექნება იმედში 8 საათიან გამოშვებაში, მთავარ გამოშვებაში გასული სიუჟეტის განხილვა და ამას დაუპირისპირებთ უკვე TV პირველის მთავარ გამოშვებაში, ასევე გუშინ გასულ რეპორტაჟს აი ამ ძალიან საინტერესო თემაზე. ვილაპარაკებთ ამ ორი სიუჟეტის განსხვავებებზე, ვისთვის რა გახდა მნიშვნელოვანი, ვინ რა თქვა, ვინ რა არ თქვა და რა მეთოდები იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ საზოგადოების აზრის ფორმირება მოხდეს. დავიწყოთ იმედის რეპორტაჟით. აქ თავშივე გეტყვით, რომ ამ სიუჟეტში 3 ძირითადი აქცენტი არის გაკეთებული. ერთი ის, რომ არ აქვს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას არგუმენტები და დასაბუთება, აი ამის მტკიცებას ცდილობს ეს სიუჟეტი. ასევე მეორე საკითხი, რაზეც აქცენტს აკეთებენ, ის არის, რომ თუ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოხდება, ეს პირველ რიგში რეპუტაციული ზიანის მომტანი იქნება არა სანქციების ადრესატისთვის, ან ამ პოლიტიკური გუნდისთვის, ქართული ოცნებისთვის, არამედ პირიქით ეს დაარტყამს მნიშვნელოვნად თავად დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს რეპუტაციას და მათ მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მთლიანად ქართული საზოგადოების თვალში. ეს არის მეორე აქცენტი.
და მესამე მნიშვნელოვანი აქცენტი. ვინ არის გმირი ამ ყველაფერში? აი ამის ხაზგასმა ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აშინებს არანაირი სანქციები, არც ამერიკული, არც ბრიტანული, არც ევროკავშირის, არც სხვა ქვეყნების და კრებითად რომ თქვათ deep state-ის და აი ამ ყველაფრის მიუხედავად ისინი არ დათმობენ საკუთარ ინტერესებს, რაც აი ამ მთელი მსჯელობის და აი ამ მთელი კამპანიის საყრდენია, რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ქართულ სახელმწიფოს თავს არიდებს საშიშ ომს, ნგრევას და სწორედ აი ამიტომ წირავს საკუთარ ინტერესებს, აი ამ სამი აქცენტით არის გაჯერებული ეს სიუჟეტი, რომელსაც ახლა მე თქვენთან ერთად ვნახავ. ბრიტანეთის თემთა პალატაში 14 დეპუტატის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების ინიციატივა ქართულ ოცნებას აფიქრებინებს, რომ გაერთიანებულ სამეფოში სამართლის უზენაესობის იდეის და ადამიანის უფლებების ერთგულება მნიშვნელოვანი აღარ არის. ამ განცხადებისას ოფიციალური თბილისი იხსენებს, რომ საპროცესო ძირითადი უფლებები საუკუნეების წინ სწორედ ინგლისში წარმოიშვა, რომლის თანახმადაც ადამიანისთვის სანქციების შეფარდებამდე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი სათანადო მოსმენა და სანქციის უტყუარი მტკიცებულებებით გამყარება. დიდი ბრიტანეთი არის ადამიანის უფლებების აკვანი, ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში და მოგვიანებით შემდეგ მე-17 საუკუნეში შეიქმნა დიდი ბრიტანეთში პირველი სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდებოდა ადამიანის ძირითადი უფლებების განვითარებას. დღეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ყოველგვარი ფაქტის გარეშე საუბრობენ ადამიანების დასანქცირებაზე, კონკრეტულად იმ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც აქვს შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიულ გარდატეხაში. უკვე ასეთი ინიციატივაც კი აკნინებს დიდი ბრიტანეთის ამ სახელმწიფოს, ამ ტრადიციული ისტორიული სახელმწიფოს რეპუტაციას ჩვენს ქვეყანაში ქართული საზოგადოების თვალში, რაც არის ძალიან სამწუხარო და ეს არის ერთგვარი ტრაგიკული მოვლენა. პირველი დიპლომატი არ არის. კარგით, ეს არის ტრაგიკული მოვლენა, ესეთი არის ირაკლი კობახიძის შეფასება და ანუ ტრაგიკული მოვლენა თუ ბრიტანეთი აი ამ მათთვის სამარცხვინო ნაბიჯს გადადგამს, ეს იქნება მათი აზრით ტრაგიკული მოვლენა და ეს არ არის მხოლოდ კობახიძის მიერ გაჟღერებული ფრაზა, ეს შეგვხვდება ასევე პოლიტსაბჭოს განცხადებაშიც, ამას მოგვიანებით ვნახავთ. პრინციპში აი ეს პირველი ნაწილი, როგორც გითხარით, დაეთმო იმ აქცენტის დასმას, რომ არ აქვს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას არანაირი საფუძველი და არანაირი დასაბუთება. აქ არ ახსენებენ შეგნებულად იმ არგუმენტებს, რომელიც არის დასახელებული თან ახლავს აი ამ ინიციატივას და ეს არის 4 არგუმენტი. ამაზეც ჩვენ გვექნება გზადაგზა საუბარი თუ როგორ არის დასაბუთებული სანქციების ინიციატივა და ასევე გვექნება საუბარი იმაზე, რას ნიშნავს ეს სანქციები, რომელზეც ამ სიუჟეტში საერთოდ არ იქნება აქცენტი, აქვე დავანონსებ. ეხლა უკვე შემოდის უკვე გარდა კობახიძისა სხვა პოლიტიკოსების შეფასებები აი ამ სიუჟეტში, ეს იქნება მეორე ნაწილი და აქვე მე მინდა რომ ყურადღება გავამახვილოთ თქვენი ერთ ტექნიკაზე, ასე გეტყვით რა, რასაც ჟარგონზე მედიაში ბოლო პერიოდში დაარქვეს სენდვიჩი. ეხლა მე გეტყვით რას ნიშნავს სენდვიჩი. ეს ნიშნავს ერთგვარი ბალანსის იმიტაციას. ანუ, როდესაც რამე მსგავს პოლიტიკურ თემაზე სტანდარტი მოითხოვს, რომ არ იყოს მხოლოდ ცალმხრივად პირობითად ქართული ოცნების პოზიციები მოყვანილი, აქ საჭირო არის ოპოზიციის შემოტანაც, ხო? თუმცა ოპოზიცია უნდა შემოვიდეს ნაკლებად მნიშვნელოვანი დოზით, ანუ მან არ უნდა მოახდინოს ეფექტი მაყურებლის შეხედულებაზე, აი ეს არის მთელი ამოცანა. თავდაპირველად ჩვენ ვნახეთ კობახიძის განცხადება და შეფასება, რომ მოსალოდნელი სანქციები საფუძველს მოკლებულია სამარცხვინოა და ტრაგედია იქნება ბრიტანეთისთვის. ეს არის პირველი ფენა, შემდეგ უკვე შემოვა სხვა ქართული ოცნების წარმომადგენელ პოლიტიკოსებთან ერთად ოპოზიციის განცხადებები, ძალიან მცირე დოზით და დეტალური განმარტების გარეშე, ისე რომ თქვენზე შთაბეჭდილება მოახდინოს, ეს იქნება
იქნება ამ სენდვიჩის შუა ნაწილი და შემდეგ უკვე ამას ამოეფინება მესამე ფენა, ისევ ქართული ოცნების პოზიციები და ისევ მათი შეფასებები და აი ამ ტექნიკაში ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ის არის სწორედ რომ ვინ ამბობს ბოლო სიტყვას. ბოლო სიტყვა აი ამ ტაქტიკაში აუცილებლად ქართული ოცნების წარმომადგენლებმა უნდა თქვან. დააკვირდით როგორ წავა ახლა აი ამ სქემის გათვალისწინებით ეს სიუჟეტი. პირველი დიპლომატი არ ერიდება, ღიად თქვას, რომ ივანიშვილის სანქცირების ინიციატივაში საქართველოზე მორიგი ზეწოლის მცდელობას ხედავს. ქართული ოცნების პოლიტსაბჭო დარწმუნებულია, რომ 14 ბრიტანელი დეპუტატის უკან Deep State-ი დგას და ხედავს საფრთხეს, რომ გაერთიანებული სამეფოს ავტორიტეტის შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს. ძალიან ხშირად მოკლებულია ყველანაირ საფუძველს და უმეტესწილად ეს ყველაფერი შექმნილია ქვეყანაზე ზეწოლების მოსახდენად, რა თქმა უნდა ეს არის მიუღებელი, ამის უკან დგას გარკვეული ძალები და ამას ყველაფერს სჭირდება რეაგირება, რეაქცია, ამას ყველაფერს სჭირდება ის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იცოდნენ თუ რასთან გვაქვს საქმე. ოპოზიცია ცდილობს ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გუშინდელი განცხადება ბიძინა ივანიშვილის პირად კეთილდღეობას დაუკავშიროს. ხელისუფლების ოპონენტები იმედოვნებენ, რომ დიდი ბრიტანეთის შტატების მსგავსად იმოქმედებს და მმართველი პარტიის დაამფუძნებელს 14 დეპუტატის ინიციატივის შესაბამისად მართლაც დაასანქცირებს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მათ შორის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ივანიშვილს ჯერ კიდევ ჰქონდა გარკვეული აქტივები ოფშორული, ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისევე სწრაფად მოხდეს სანქციების გადაწყვეტილების მიღება დიდ ბრიტანეთში, როგორც ეს მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. როცა დემოკრატია საფრთხეშია, როცა ქვეყანის მომავალი საფრთხეშია, მეგობრები იქცევიან ისე, როგორც იქცევა ამერიკის შეერთებული შტატები და როგორც იქცევა ბრიტანეთი. წლების პრაქტიკა სახელისუფლებო გუნდს არწმუნებს, რომ სანქციებით მუქარა ბიძინა ივანიშვილზე არ მუშაობს. მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლისთვის ქვეყნისა და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე პირადი. დამოკიდებულება არის ძალიან დიდი პრობლემა, როდესაც ჩვენ ვისმენთ განცხადებებს და ვხედავთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ძირითადად დაფუძნებულია სიცრუეზე, სიხალბეზე და უსამართლობასთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა, ყოველთვის გვაქვს ეს მიდგომები. ადამიანს აშანტაჟებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ დაეთმო ქვეყნის ინტერესები, აშანტაჟებდნენ თავისი პირადი თანხებით, იცით, საბოლოო ჯამში დაინახეს, რომ ქვეყნის ინტერესი არ ითმობა, ვერანაირი მუქარა ვერ შეგვაშინებს, ვერანაირი სანქციებით შანტაჟი ვერ შეგვაშინებს, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე. თავად ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ ახსენა, არაერთხელ განაცხადა, რომ არ არსებობს რაიმე ბერკეტი, არ არსებობს რაიმე ინსტრუმენტი, არ არსებობს ზეწოლის რაიმე ინსტრუმენტი, რომელიც მას შეაცვლევინოს პოზიციას. თუმცა, რა თქმა უნდა, მცდელობები კვლავ გაგრძელდება, ეს შეიძლება დღეს დიდი ბრიტანეთი, ახლა შეიძლება სხვა სახელმწიფო იყოს, ცალკეული ძალები, ცალკეული პირები, ცალკეული პოლიტიკოსები, ცალკეული ინსტიტუტები გააგრძელებენ მას ეს ზეწოლას იმისთვის, რომ მას შეიცვალოს თავისი პოზიცია. თუმცა, ძალიან მკაფიოა მისი პოზიცია, ჩვენი პოზიციაც, რომ კიდევ ერთხელ არ არსებობს რაიმე მექანიზმი, რაც მას აიძულებს რომ ქვეყანამ შეიცვალოს პოლიტიკა, მშვიდობის პოლიტიკა შეიცვალოს და იგი ქვეყანა შევიდეს რაიმე ტიპის ესკალაციაში და დაძაბულობაში. ბრიტანეთის თემთა პალატას ბიძინა ივანიშვილის სანქცირების ინიციატივით ლიბერალ-დემოკრატმა დეპუტატმა ჯეიმს მაკლიერიმ 13 თანამოაზრესთან ერთად 13 იანვარს მიმართა. დეპუტატი გაერთიანებული სამეფოს მთავრობას ვაშინგტონის მსგავსი ნაბიჯის გადადგმას თხოვს. კარგი, ვნახეთ ხო, როგორც გითხარით, აი ზუსტად ისე პირველი ნაწილი იყო პოლიტიკური შეფასებების აქ მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც ამბობდა, რომ რაღაცა პასუხი უნდა გაეცეს, თუმცა არ ამბობდა რა პასუხი უნდა გაეცეს, საინტერესოა რა რეაგირებას გულისხმობს ის, როდესაც ამ ფრაზას ახსენებს, რას იზავენ ნახოთ, გამოჩნდება ელჩს დაიბარებენ ბრიტანეთის და განმარტებებს მოთხოვენ თვითონ ვინმეს დელეგაციას გაგზავნიან ბრიტანეთში და მოითხოვენ იქ შეხვედრებს და ვინმეს გადარწმუნებას თუ როგორ იქნება ეს საინტერესოა. ყოველ შემთხვევაში ეს პოლიტიკური ტონი მე არ მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ისინი რაიმეს მოგვარებას ცდილობენ, როდესაც აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ სამარცხვინო შეიძლება ანუ უკვე დამუნათება მიდის ბრიტანეთის და რაღაცა შემდეგ უკვე პოლიტსაბჭოს განცხადებაშიც ვნახავთ როგორ ცდილობენ მათი ტონი არის როგორი დამაკნინებელი ბრიტანეთის და პირიქით
იქით თითქოს აი ისინი გაცილებით მაღალ სტანდარტზე დგანან. შემდეგ უკვე ვნახეთ როგორც თქვით ოპოზიცია მცირე დოზით, რაღაცა ზოგადი ნაწილები ამოჭრილი ინტერვიუებიდან, რომელიც სხვა არხებზე მოვისმინე და გაცილებით უფრო მეტად დასაბუთებული და არგუმენტირებული იყო, მათ შორის იმ ნაწილში თუ რას კარგავს ბიძინა ივანიშვილი ამ სანქციების დაწესების შემთხვევაში და ასევე იმ ნაწილში თუ როგორ დასაბუთდა ეს ინიციატივა თავად ბრიტანელი დეპუტატების მიერ და მე უკვე იყო შემდეგი მესამე ფენა, როგორც თქვით, სადაც უკვე ქართული ოცნების წარმომადგენლები შემოვიდნენ ისევ, ნახეთ კალაძე, ნახეთ კიდევ ერთი ახალი დეპუტატი, გვარს ვერ ვიხსენებ, ჯერ ვერ დამამახსოვრა დიდად თავი და მათი სათქმელი რა იყო, ხო? საბოლოო დასკვნა, რაც უნდა დაილექოს იმედის მაყურებლის ტვინში, არის ეს, რომ ბიძინა გმირია, მასზე ვერანაირი წნეხი ვერ მოქმედებს, მყარად დგანან, აი ამის დემონსტრირება, რომ ისინი არიან ურყევი და ვერანაირი გარედან რაღაცა რყევები მათ პოზიციებს ვერ შეცვლის და ისინი იცავენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, აი ამ ხაზის გაგრძელება ისევ და პრინციპში აი ამით დაისვა იმედის სიუჟეტში წერტილი. და აი ამ წერტილის მიღმა მინდა სწორედ გავამახვილო ყურადღება თქვენი, რომ გასაგებია მათი ამოცანა, ეს კომპონენტებად უკვე ჩავშალეთ, მაგრამ თქვენ რა გაიგეთ აი ამ სიუჟეტიდან და შესაძლოა თქვენ გაიგეთ და სხვა წყაროებშიც გადაამოწმეთ ის ინფორმაცია რა და როგორ არის, მაგრამ რა გაიგო იმ ადამიანმა, ვინც მხოლოდ იმედის მაყურებელია, ხო? აი მე აი ამ ვიდეოების ჩაწერით ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ეგ მაქვს, რომ რაღაცნაირად იქნებ მივაღწიოთ იმ ადამიანებამდე, ვინც მხოლოდ სამხრივ ინფორმაციას ეყრდნობა და მათთვის გავხადო რაღაცეები უფრო მეტად ცხადი და ხო, აი რა კითხვები დარჩა, ხო? ვერ გავიგეთ ის საერთოდ რა ეფექტის მოხდენა შეუძლია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ბრიტანეთის მიერ მის ბიზნეს იმპერიაზე, როგორც ასეთი და ასევე ვერ გავიგეთ ვერანაირი დასაბუთება, ხო, ამაზე რამდენჯერმე ვახსენე, რომ არგუმენტებიც არ იყო მოყვანილი. მხოლოდ იყო ის სათქმელი, რაც აწყობდა ქართული ოცნების პოლიტიკას ამ შემთხვევაში. ბიძინა გმირი, სანქციები თვითონ ბრიტანეთს დაანგრევს და როგორც ამერიკის შემთხვევაში იყო ეს deep state-ის გავლენის ქვეშ არის და ასევე გავიგეთ, რომ ამ სანქციებს არანაირი საფუძველი არ აქვს. თუმცა, აი აქ უკვე გადავალ მე პრინციპში ვიდრე გადავალ ერთ საინტერესო რამე მინდა კიდევ გაჩვენოთ ამ შემთხვევაში რუსთავიორზე გასულ ერთ-ერთ ინტერვიუს მოგასმენინებთ, აი როდესაც სენდვიჩზე გესაუბრებოდით, დაახლოებით ეგ ტაქტიკა იყო იქაც გამოყენებული და ერთ-ერთ გამოშვებაში შემხვდა მე თეონა აკუბარდიას ინტერვიუ, რომელიც ძალიან საინტერესოდ იყო გაჭრილი და ეს აუცილებლად მინდა მოგასმენინოთ აი დემონსტრირებისთვის თუ როგორ ხდება აი ამ ვითომ ბალანსის დაჭერა და როგორ ხდება მნიშვნელოვანი ნაწილების ამოგლეჯა ინტერვიუებიდან აი ამის დემონსტრირებისთვის აი ეს ერთ-ერთი კარგი მაგალითია აი ეს კონკრეტული ინტერვიუ ნახეთ. Danti koordinირებულად მოქმედებს შეერთებულ შტატებთან. სანქციებში, რომელსაც უკვე 14 ინიციატორი ყავს, გარკვევი წერია სამი მიზეზის რის გამოც უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი. ბრიტანეთის ზუსტად წერტილოვან დარტყმებს ახორციელებს ივანიშვილის რეჟიმზე ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და ეს აუცილებლად იქნება მხარდაჭერა ქართველი ხალხის და დარწმუნებული რომ სანქციები შევა ძალაში, რაც დამხმარე შესაძლებლობა არის ქართველი ხალხის დემოკრატიის დასაცავად. ხო, ანუ ერთი შეხედვით ხო კრიტიკული ინტერვიუ გავიდა ეთერში რა, მაგრამ დააკვირდით სად იყო სინქრონი გაჭრილი. სადაც ამბობდა რომ არსებობს სამი კონკრეტული არგუმენტი, რატომაც ასანქცირებენ ბიძინა ივანიშვილს, აქ იყო უკვე ჩაჭრილი და გრძელდებოდა სხვა ნაწილი. ანუ ვიღაცამ, ვინც აი ამ ინტერვიუს ჭრიდა, ჩათვალა, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო არავითარ შემთხვევაში ნაჩვენები და ნათქვამი მაყურებლისთვის, თითქოს სხვაგან ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს და ის ნაწილი ამოჭრა. ეხლა აქვე გეტყვით, მაგრამ რას გულისხმობს ეს არგუმენტები, ესე იგი სანქციების დაწესების მოთხოვნის მიზეზად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება, ერთი არგუმენტი.
მშვიდობიანი მომიტინგების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენება ეს ორი არგუმენტი, დემოკრატიის შელახვა ეს არის მესამე არგუმენტი, საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობა და შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილზე დაწესებული სანქციები. აი ეს არის უკვე ბოლო არგუმენტები. ანუ აქ ვინმეს რომ არ დარჩეს ის დეფიციტი, რასაც თეონა აქუბარდია ამბობდა, აი ამის შესავსებად გითხარით, მაგრამ ეს არგუმენტები, რომელიც თან ახლავს ამ ინიციატივას და გავაგრძელებ გაშუქებაზე საუბარს, გადავალ უკვე ოპოზიციურად განწყობილი მედიების მიერ ამ ამბის გაშუქების შესახებ საუბარზე და მოდი ტელეპირველის სიუჟეტი ჩავერთოთ, სადაც თავდაპირველად იქნება ყურადღება გამახვილებული სწორედ იმაზე, რაც საერთოდ არ ახსენა იმედმა, რას კარგავს ბიძინა ივანიშვილი, რატომ არის მისთვის განსაკუთრებით მტკივნეული დიდი ბრიტანეთი და ასევე იქნება ნაჩვენები, მეტი დასაბუთება აი ამ საკითხზე, რაც ეხება არგუმენტებს თავად ბრიტანელი დეპუტატები მხრიდან წავედით. ჩავერთოთ ეს სიუჟეტი. ეს ვირჯინიის კუნძულებია, კარიბის ზღვაში მდებარე ბრიტანეთის იურისდიქციაში მოქცეული ტერიტორია, რომელიც მილიარდერების ფულის ნამდვილი სამალავია. ასეა ბიძინა ივანიშვილისთვისაც აქ ოლიგარქს 10-ზე მეტი ოფშორული კომპანია აქვს რეგისტრირებული, რომლითაც ბიზნეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მართავს. ახლა ივანიშვილი დიდ განსაცდელშია. ბრიტანული სანქციების დაწესების შემდეგ მისი მილიარდები გაიყინება. 10-ზე მეტი ოფშორული კომპანია გააჩნია ივანიშვილს ამ ზონაში. ეს არის ოფშორული კომპანიები, რომლებიც აფინანსებდნენ მაგალითად საქველმოქმედო ფონდ ქართულს, რომლის ანგარიშები დღემდე გასაიდუმლოებულია და არ ვიცით რა ტიპის მაქინაციებს შეიძლება იქ ივანიშვილი ახორციელებდეს. ყველა ის ოფშორული კომპანია, რომელიც მისი ქონების უდიდეს ნაწილს განკარგავს და საკუთრებაში აქვს, მოქცეულია სწორედ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე. ივანიშვილისთვის ბრიტანული სანქციები უფრო მტკივნეულია ვიდრე ყველა დანარჩენი, ერთად რადგან სწორედ ბრიტანული იურისდიქცია ვრცელდება იმ კომპანიებზე, რომლის მეშვეობითაც ფულს, ქონებას და ბანკებს ფლობს. ქართული ოცნება პანიკაშია, სრული სერიოზულობით ამტკიცებენ, რომ ბრიტანეთის რეპუტაცია გაცემტორდება თუ ივანიშვილს სანქციებს დაადებენ. ამერიკის და ევროკავშირის შემდეგ გაერთიანებული სამეფოც არარსებული პრაქტიკულად გლობალური ომის პარტიის სამშობლოდ გამოაცხადეს. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სანქციებასთან დაკავშირებით, ამით საბოლოოდ შეელახება დიდი ბრიტანეთის რეპუტაცია. უკვე ასეთი ინიციატივაც კი აკნინებს დიდი ბრიტანეთის ამ სახელმწიფოს რეპუტაციას ჩვენს ქვეყანაში ქართული საზოგადოების თვალში, რაც არის ძალიან სამწუხარო და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც არის აღნიშნული ამ განცხადებაში, ეს არის ერთგვარი ტრაგიკული მოვლენა. წარმოუდგენელია ასე ცხოვრების გაგრძელება უსამართლობით და როდესაც ძალით არის ყველაფერზე საუბარი, გადაწყვეტილებების მიღება. ოლიგარქი პანიკაშია, მას შემდეგ რაც გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის 15-მა წევრმა ბრიტანეთის ხელისუფლებას ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მიზნით მიმართა. ბრიტანული სანქციების საფრთხის ქვეშ არის ივანიშვილის ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია და ბიზნესი რუსეთში. 2012 წლის შემდეგ, რაც ივანიშვილი ხელისუფლებას საინტერესო დეტალი შემოდის, რა პირველ რიგში რა გავიგეთ, ხო, რომ საუბარი არის ორ კუნძულზე, სადაც არის ოფშორული კომპანიები და აქ გვეუბნება ტელეპირველი ამ შემთხვევაში, რომ სწორედ აი აქ არის განთავსებული ბიძინა ივანიშვილის დიდძალი ქონება და მას შეიძლება დაემუქროს საფრთხე და ვიგებთ ასევე და ეს ინფორმაცია ეყრდნობა მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გავრცელებულ ცნობებს, რომ საუბარი არის აი ამ სქემაში დაახლოებით 95 ქართულ კომპანიაზე, მათ შორის ქართულ ბანკზე და სხვებზე, რომელსაც შეიძლება მიადგეს ზიანი და კონკრეტული საფრთხე შეექმნას იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთი დაასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს და აქ რატომ გავჩერდი, რომ ძალიან საინტერესო დეტალი შემოდის, რომელიც ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გამოიტანა, აქ და აქცენტი გააკეთა, ეს არის ქონება რუსეთში, ვიცით რომ ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ 2012 წელს ამბობდა, რომ
მე ყველაფერი გავყიდე რუსეთში და სრულიად გავანულე იქ ქონება და არაფერი აღარ მაქვსო, ამ შემთხვევაში ეს ორგანიზაცია გვეუბნება, რომ არ არის ეს სიმართლე და მას და მის ოჯახს გააჩნია ქონებაც და ბიზნესიც კვლავ რუსეთში, რომელსაც მართავს სწორედ აი ამ ბრიტანეთის კუნძულებზე განთავსებული ოფშორული კომპანიებიდან. რუსული კომპანიები ოფშორებზე გადააფორმა, ასე მალავდნენ მის ბიზნეს ცენტრებს მოსკოვში. აღმოჩენილია 3 ოფშორული კომპანია: Vanity Overseas Limited, Wellmistone და Venigen Limited, რომლის მეშვეობითაც წლებია ოლიგარქი რუსეთში ქონებას განკარგავს. ერთი კომპანია რეგისტრირებული ვირჯინიის კუნძულებზე, რომელიც მართავს ბიძა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების დარჩენილ ქონებას რუსეთის ტერიტორიაზე. უძრავი ქონება და ერთი კომპანიაც, ხო? ესეც კი რუსული აქტივებიც კი საბოლოო ჯამში ვირჯინიის კუნძულებიდან იმართება და თუ ეს სანქციები იქნება და ამ კომპანიების საქმიანობა გაიყინება, ბუნებრივია ფინანსურად დიდ ზიანს მიაყენებს. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ქართულ ბანკი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიით იმართება. ასევე ფონდი ქართულ, აქსის თაუერი, ჰაიდელბერგ ცემენტი, გალერეა თბილისი და მრავალი სხვა. ამიტომ ივანიშვილმა კარგად იცეს რა დევს სასწორზე. ამერიკული სანქციებისგან განსხვავებით, ბრიტანული სანქციები მისთვის ნამდვილი განაჩენი იქნება. კარგით, ანუ აბსოლუტურად განსხვავებული სურათია პირველი სიუჟეტში. ყველაფერი, რაც აქ მოვისმინეთ, პრინციპში, თუ არ ჩავთვლით კობახიძის ერთ პატარა ინტერვიუს, სადაც ის ბაქოში ეს ინტერვიუ ჩაწერილი და სადაც ის ამბობდა, რომ სირცხვილი ბრიტანეთს, მოკლედ თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, აბსოლუტურად სხვა შინაარსია ამ კონკრეტული მედიის სიუჟეტში დაწყებული ქონების ჩამონათვალი, კონკრეტული საფრთხე რატომ ემუქრება ბრიტანეთის შემთხვევაში და ასე შემდეგ, ხო? და აი აქვე მე უკვე გადავალ პრინციპში პოლიცაბჭოს განცხადებაზე და მცირე ანალიზი გავაკეთოთ აი ამ ტექსტისაც, სადაც არის მოყვანილი წერილობით ეს პირველი რეაქცია, როგორც გითხარით, ქართული ოცნების, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთი აპირებს დასანქცირებას. ხო, ნუ მანამდე აი აქ მე მონიშნული მქონდა კომპანიების ჩამონათვალი, პრინციპში სიუჟეტში ნახსენები იყო, მაგრამ მაინც ჩავიაროთ, ესე იგი ქართულ ბანკი, ფონდი ქართულ, გალერეა თბილისი, აქსის თაუერსი, ჰაიდელბერგ ცემენტი, რომელსაც ის, ანუ ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების პოლიტიკის გამტარი არხის ტვ იმედის მფლობელ ირაკლი რუხაძესთან ერთად ფლობს. საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, რომლის მფლობელობაშიცაა ივანიშვილის სასტუმროები, პარაგრაფი თბილისი, შეკვეთილი და აბასთუმანი და სხვები. ასევე რაც ძალიან საინტერესოა, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელსაც ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილთან ერთად ფლობს, რუსული კომპანია Aquaspace, რომელიც ივანიშვილების მოსკოვურ რეზიდენციებს მართავს. ნუ აი ეს არის ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გავრცელებული ინფორმაცია ქონებაზე, რომელსაც შეიძლება ბრიტანული სანქციების შემთხვევაში განსაკუთრებული საფრთხე დაემუქროს და აქვე არის ახსნილი, როგორ მუშაობს გაერთიანებული სამეფოს სანქციები. აქ გვეუბნებიან, რომ ეს სანქციები არის საკმაოდ მკაცრი სასანქციო რეჟიმი აქვს ბრიტანეთს, მის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციები აქტივების გაყინვას, ფინანსურ სერვისებზე, რესურსებზე და ბაზრებზე წვდომის შეჩერებას გულისხმობს. აი ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც საერთოდ არ გვინახავს არც ტვ იმედზე, არც რუსთავი 2-ზე, სხვა მედიები არ მინახავს და არ მოგატყუებთ, არ ვიცით პირველმა არხმა მაგალითად როგორ გააშუქა ეს ამბავი, თუმცა აი ამ სანქციების ხასიათზე ჩემ ნანახ არც ერთ სიუჟეტში ჩამოთვლილ არხებზე აქცენტი არ იყო გაკეთებული. კარგი, გადავიდეთ პოლიცაბჭოზე, აქ მე რამდენიმე ნაწილი გავაბოლდე და ჩავიკითხავ, როგორ პასუხობს ქართული ოცნება. ქართულ საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ისტორიულად დიდი ბრიტანეთი ყოველთვის გამოირჩეოდა როგორც ძლიერი, სუვერენული და პროგრესული სახელმწიფო, რომლის წიაღშიც განვითარდა სამართლის უზენაესობის იდეა და ადამიანის ძირითადი უფლებები. ეს რაც თვალში მომხვდა აი ამ განცხადებაში პოლიცაბჭოს წინა ტექსტისგან განსხვავებით, რომელიც ამერიკულ სანქციებს ეხებოდა,
ცოტა არეულები არიან რა, თან ხოტბას ასხავენ ბრიტანეთს და აი აქ მე ვგრძნობ რომ აი თან აქებენ თითქოს რომ თითქოს გზას იტოვებენ რაღაცა დიალოგისთვის ხო ანუ ამ სიტუაციაში მყოფმა პოლიტიკურმა გუნდმა თუ პერსონამ აი მოდი ესე შევხედოთ რა უნდა გააკეთო აი თქვენ წარმოიდგინეთ რა თქვენი თავი ვიღაცა გასანქცირებს და რას აკეთებ ამ დროს თუ გააგშენ იმის განცდა რომ მართალი ხარ და ტყუილად გერჩის ვინმე ლანძღვას რატო იწყებ ხო არ უნდა დაიწყო მისი ლანძღვა პირიქით მოდი ვილაპარაკოთ რაღაცა შეცდომაში ხარ შენ შეყვანილი დაუშვათ ხო თუ მე მართალი ვარ ასე ვიქცევი ამ შემთხვევაში აი აქ ამ განცხადებაში თან თითქოს ქება არის დაწყებული რომ აი თქვენთან დაირწა ეს სამართლიანობის აკვანი ხო და ამავდროულად მე უკვე მოდის უმძიმესი რაღაცა ტექსტები, რომელიც ძალიან მაგრად აკნინებს და თითქოს აი რაღაც ნამუსზე აგდებენ ბრიტანეთს, აი წარმოიდგინეთ რა დონეზე ვსაუბრობთ საერთოდ რომ ამხელა პოლიცსაბჭოს განცხადებაში რაღაც ნამუსზე აგდებენ, რომ აი შენ თუ ამას იზავ იცოდე რომ უკვე გამოჩნდები როგორც რაღაცა ძალიან დაბალი დონის სახელმწიფო, აი წარმოიდგინეთ, ნახოთ ეს ტექსტი. აი ცოტა ეს გაურების მომენტი მაქვს, ხან ქება არის და ხან პირიქით რაღაცა ძალიან დიდი კრიტიკა და დაკნინება, რაც აი ცოტა ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებ, ანუ წესით ან ერთი უნდა იყოს, ან მეორე უნდა იყოს და აქ ორივე არის და ეს იწვევს სწორედ ჩემ გაკვირვებას და ნუ ნაწილობრივ მიტოვებს განცდას, რომ უკვე წინასწარ აქვთ მათ მოლოდინი რომ სანქციები ძალაში შევა, ეს ტექსტი მე ამას მეუბნება და არ ერიდებიან აი სწორედ ესეთ დაკნინებას რა. ხო, ნუ გავაგრძელოთ. აქ არგუმენტი სახელდება მერე რომ რატომ არიანო სამართლოები რომ ესე იგი სამართლიანი სასამართლოს უფლება შეიქმნა ბრიტანეთში რომლის თანახმადაც ადამიანისთვის სანქციის შეფარდებამდე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი სათანადო მოსმენა და უტყუარი მტკიცებულებებით სანქციების გამყარება ანუ აქ იმის წარმოჩენაა რომ მათ არ აქვთ არანაირი არგუმენტები და არ გვისმენენო მაგრამ თუ გინდა რომ მოგისმინონ არ ვიცი ესეთი ტონით რატო ელაპარაკები გამაუგნებელია რომ ის რაც ინგლისში ჯერ კიდევ მე-13 და მე-17 საუკუნეში გაიაზრეს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 21 საუკუნეში სრულად დაივიწყა და ფეხქვეშ გათელა. ფეხქვეშ ჯერ თუ ლაპარაკობთ იმაზე რომ თუ მიიღებენ ამ სანქციებს ამ შემთხვევაში იქნება ფეხქვეშ გათელვა წინასწარ შეფასებებს რატო აძლევ რომ უკვე გათელა ეს ხომ ჯერ კიდევ ინიციატივაა 14 დეპუტატისგან შემდგარი როგორც თქვენ ამას გვეუბნებით და ნაწილობრივ გვიმტკიცებთ სხვადასხვა მედიებში რომ ეს არაფერს არ ნიშნავს რამდენიმე ასეული დეპუტატია და 14-მა კაცმა რომელსაც არც ისეთი დიდი გავლენა აქვს ამ ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოში შეიტანა მხოლოდ ეს ინიციატივა თუ ასე წარმოვაჩენთ ამბავს რომ მერე რა ვიღაცა 14 კაცი შეიკრიბა და რაღაცა deep state-ის გავლენით რაღაც წინადადება შეიმუშავა და ეს ფაქტი არ არის მაშინ რატო ამბობ ამ ტექსტში რომ სრულიად დაივიწყეს ეს დიდ ბრიტანეთში საკუთარი სამართლებრივი ტრადიციები და ფეხქვეშ გათელეს. გავაგრძელოთ. ყველას გვახსოვს ხუთი უსამართლო და სამარცხვინვა ანტიქართული რეზოლუცია, აი ამასაც მინდა ხაზი გაუსვა, რომ პერსონებზე მიმართულ სანქციებს ყოველთვის ტოლობის ნიშანს უსვამს ქართული ოცნება, რომ ეს არის მთლიანი საზოგადოებისთვის წინააღმდეგ მიმართული სანქციები, ასე იყო მათ შორის სავიზო შეზღუდვებზე, როდესაც დაიწყო საუბარი დიპლომატიური პასპორტის მქონეთათვის და არა მთლიანად საქართველოს მოქალაქეებზე და ჩვეულებრივ პასპორტებზე. ამ შემთხვევაშიც ამბობენ, რომ ანტიქართული რეზოლუციები გვახსოვს, რომლითაც ევროპარლამენტი ბიზნა ივანიშვილის დასჯას და კრიმინალების გათავისუფლებას ითხოვდა. ყველას გვახსოვს უსამართლო და სამარცხვინო უკრაინული სანქციები, უკრაინასაც ლანძღავენ ქართული პოლიტიკოსების საჯარო მოსამსახურებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომელიც არავითარი ეფექტით და მტკიცებულებებით არ იყო გამყარებული. ანუ იქაც არაფერი არგუმენტი არ არსებობდა თითქოს და დაგვესიზმრა ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა დემოკრატიის უკუსვასთან, ძალადობრივ დარბევებთან და ასე შემდეგ დაკავშირებით. ყველას გვახსოვს ლიეტუვის და ესტონეთის ანტიქართული გადაწყვეტილება, აქაც ანტიქართული და არა კონკრეტული პირების მიმართული გადაწყვეტილება ქართველი პოლიტიკოსებისა და
ხალხშინოსნების წინააღმდეგ სანქციების შეფარდების თაობაზე, რომელიც ასევე არავითარ ფაქტებს და მტკიცებულებებს არ ეყრდნობოდა. აქაც შეგახსენებთ, რომ იგივე არგუმენტები იყო სწორედ დასახელებული. უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ასეთი ქვეყანა, როგორც დიდი ბრიტანეთია, ეს უკვე საინტერესო დასკვნა შემოდის, დღეს Deep State-მა, იგივე გლობალურმა ომის პარტიამ ზუსტად ისეთივე თავის მორიგს სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, lietuvā, ესტონეთი და ევროპარლამენტი. არ ვიცი, აი ამ ტექსტზე რა უნდა ვთქვა. ერთადერთი რაც ალბათ რაღაცნაირად თვალში მომხვდა ეს იყო, ერთ-ერთი რაც თვალში მომხვდა ეს იყო, რომ წინა ტექსტებში ამბობდნენ ხოლმე ან Deep States, ან გლობალური ომის პარტიას. ბოლო პოლიცაბჭოში იყო ეს ორივე ნახსენები მრავალჯერ, 20-ზე მეტჯერ თუ არ ვცდები და იყო ნახსენები ორივე, რომ აი გლობალური ომის პარტიის და Deep State-ის გავლენითო და აი აქ უკვე რაღაცა მეტი კონკრეტიკა შემოიტანეს, რომ თურმე ეს ორი ვინც არ იცოდით, თურმე ერთი და იგივეს ნიშნავს. ანუ დღეს Deep State-მა იგივე გლობალურმა ომის პარტიამ ზუსტად ისეთივე იგივე სათამაშოდ აქცია ბრიტანეთი, როგორც უკრაინა, lietuvā, ესტონეთი და ევროპარლამენტი. მოკლედ ბრიტანეთიც ხალხო რო იცოდეთ, ყოველ შემთხვევაში ქართული ოცნება ამაში გვარწმუნებს, რომ არის Deep State-ის აი ამ რაღაცა უხილავი მოჯადოებული რაღაცა ორგანიზაციის გავლენის ქვეშ. რა სამწუხაროა ბრიტანელების აი ასეთ დღეში ხილვა. დღეს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე სანქციებით ემუქრებიან საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს, ანუ აი აქ უკვე ეს კანდიდატობა და გმირობა შემოდის ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც საქართველოს ავტორიტარული მმართველობისგან დაიხსნა, ქვეყნის დემოკრატიული გარდატეხა მოიტანა, საქართველოში ადამიანების მკვლელობისა და წამების, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცებისა და არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყანას 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა და ეკონომიკა გაუსამაგა. დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში ცხადად წარმოჩინდება, რომ Deep State-მა დიდი ბრიტანეთი უკრაინის, lietuvas, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა. აი ეს რანგირება საერთოდ არ მესმის, ანუ ამ level-ზე, აი ამ დონეზე პოლიცაბჭოს განცხადება, აი ასე არ ვიცი, დიპლომატიურ ეთიკას მინიმუმ მოკლებული იყოს, ჩემამდე არ დადის მართლა, ანუ რას ნიშნავს დიდი ბრიტანეთი უკრაინის, lietuvas, ესტონეთის და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, აი მართლა რა განცხადება ეს, ანუ ან რა ჟანრია, ვერ გავიგე, მართლა ვერ გავიგე, იმიტომ რომ რას ნიშნავს ეს რანგირება სხვა ქვეყანა იმასთან შედარებით, არ ვიცი, არ მესმის. მათი დიპლომატიური ენა ძალიან რთულად გასაგები არის, ну, პრინციპში ჩემთვის გასაგები არის ეს პირდაპირ რაღაცა დაკნინება და თან რაღაცა აგონიისკენ მიანიშნებს ეს ყველაფერი და თან მიანიშნებს, რომ ვიღაცა ერთი წერს ამას რა ჩემთვის და მე ყველანი თავს უქნევს ალბათ რაღაცა ეს კოლექტიურად ასე შეჯერებულ პოზიციაში ეს წინადადება რამდენად შეიძლება იყოს წარმოქმნილი, ცოტა არ მესმის. რაც ამ სახელმწიფოს ისტორიული წარსულის გათვალისწინებით გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს. ნუ ტრაგიკული მოვლენა, რაც შემდეგ უკვე გაიმეორა ირაკლი კობახიძემ. სანქციების დაწესების შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის როგორც სამართლის უზენაესობისა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. მორჩა ბიძინა ივანიშვილი თუ დაასანქცირეს, დასრულდა ბრიტანეთის რაღაცა რეპუტაცია, თუმცა აი აქ არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო წინადადება, თუმცა იმ ფონზე, რომ Deep State-მა, ანუ გლობალურმა ომის პარტიამ არაერთი სახელმწიფო ფიზიკური განადგურებისთვის გაწირა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოებრივ მორალური განადგურება და დაკნინება ბევრად ნაკლებად ტრაგიკული მოვლენაა. ხო, ანუ აი კიო ტრაგიკულია, მაგრამ პრინციპში ახლა რო გადავხედოთო, ისეთები უქნესო იქო სახელმწიფოებსო, რომ დიდი ბრიტანეთი მათ ფონზე აღარაფერი აღარ არისო, არ ვიცი. დასკვნები თავად გამოიტანეთ, აი ესეთი პოლიტიკური შეფასება გვაქვს, აი ესეთ მნიშვნელოვან საკითხზე და ასევე მოგასმენინეთ მე თქვენ სიუჟეტები, როგორ გააშუქა მედიამ, პროსახელისუფლებო მედიამ და ოპოზიციურმა მედიამ ეს ამბავი. აბსოლუტურად სხვა მოვისმინეთ ერთგან, აბსოლუტურად სხვა მოვისმინეთ მეორეგან და საუბრის ბოლოს კიდევ რამდენიმე რამეზე დაგაფიქრებთ. აქ შემოდის ამ სტრატეგიაში, რომ მსგავსი რაღაცა მოვლენის გადაფარვა მოხდეს.
კიდევ უფრო მსხვილი ინსტრუმენტები, იმაზე უფრო მსხვილი, ვიდრე არის რაღაცა კონკრეტული ტელევიზიის კონკრეტული სიუჟეტი რა. ანუ ამ შემთხვევაში ჩემთვის საგულისხმო იყო რომ აი სწორედ აი ამ კრიზისის დროს სასწრაფოდ დაიგეგმა ვიზიტი აზერბაიჯანში. გუშინ მთელი დღის განმავლობაში აი ეს არხები ატრიალებდნენ ყველა გამოშვებაში პირველი თემა იყო აზერბაიჯანში ვიზიტი, რაც მე თუ მკითხავთ უფრო ფორმალური ნაწილი არის, რომ როგორც წესი არჩევნების შემდეგ მიდიან ხოლმე ესე მეზობელ სახელმწიფოებში და აქ ალიევის მხარდაჭერა მოვისმინეთ ქართული ოცნების მხრიდან. თუმცა ისეთ შემთხვევებიც გვახსენდება პირველი ვიზიტები ბრიუსელში რომ იყო ხოლმე, თუმცა ეგ დრო ქართული ოცნების პირობებში წარსულს ჩაბარდა უკვე დიდი ხანია. ხო და ნუ რა, მთელი დღის განმავლობაში იყო პირველი სიუჟეტები ჩართვები 10 წუთი, 15 წუთი, აი პირველი აი ამ გამოშვებებში სწორედ ეს თემა, ეს ერთი რითიც შეეცადნენ ეს სტრატეგიაში რომ გადაეფარათ ეს თემა, საკმაოდ უხერხული თემა მათთვის და მეორე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, როგორც იცით, ახლოვდება დონალდ ტრამპის ინაუგურაცია და ახლა მიდის გამალებული კამპანია იმაზე, როგორ უნდა დააკნინონ ის ადამიანები, ვინც ამ ინაუგურაციას საქართველოსდან დაესწრებიან. ცხადია, პირველი სამიზნე არის სალომე ზურაბიშვილი. ახლა ბოლო 2 დღეა სიუჟეტები მზადდება იმაზე, რაღაცა ცოტა დაბალი დონის ემეთ ირონიით გაჯერებული რომ რა საწოდაობასთან გვაქვს საქმე, როგორ იყიდეს რაღაცა ბილეთები რომ დასწრებოდნენ ტრამპის ინაუგურაციას, როგორ არანაირი ოფიციალური მოწვევა არავის არ ქონია, მათ შორის არც სალომეს ზურაბიშვილს და ესე ნაყიდი და რაღაც გადამყიდველებისგან აღებული ბილეთებით როგორ დაესწრებიან ვაშაძე, ლეილოს ლიდერები და სხვა კიდევ ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილთან ერთად ტრამპის ინაუგურაციას. აი ამაზე არის მოკლედ მთელი აქცენტი გადატანილი და აი ამ სიუჟეტებში არც ერთი სიტყვა არ არის ნახსენები იმასთან დაკავშირებით. თუ ასეა და ნუ დაუშვათ და ნაყიდი ბილეთებისაც, თუნდაც ნაყიდი ბილეთებით ვინმე სადმე მიდიოდეს, რატომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა არ იყიდეს ეს ბილეთები იქნება და მათთვისაც რეპუტაციულად სარგებელის მომტანი ყოფილიყო რომელიმე მათი წარმომადგენლის ინაუგურაციაზე ყოფნა იმ ფონზე, რომ სწორედ 20 იანვრის თარიღს არის გამოკიდებული ახლა მეთი მთელი კამპანია და გვარწმუნებენ, რომ 20 იანვრის შემდეგ არათუ ამერიკასთან, ევროკავშირთანაც და მთელ დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთანაც, რომელიც ახლა ქართული ოცნების გუნდს უპირისპირდება, ურთიერთობები მნიშვნელოვნად შეიცვლება და ტრამპი დაიწყებს სწორედ აი ამ ტრამპს განიხილავენ ესე ვთქვათ მოკავშირედ, ხო? თქვენ რატომ არ ხართ წასული, თუნდაც ნაყიდი ბილეთით, ან უკეთეს შემთხვევაში პირადი მოწვევით, ეს ძალიან საინტერესოა და აქვე თუ ვინმე ბილეთები იყიდა, როგორ ახსნით ფოტოებს, რომელიც გავრცელდა, სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა მომავალ სახელმწიფო მდივანს, ასევე პენტაგონის მომავალ ხელმძღვანელს მარკო რუბიოსთან, მომავალ სახელმწიფო მდივანთან გადაღებული ფოტოები გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში უკვე და ესეც შემიძლია გაჩვენოთ. ასევე იქ ამავე შეხვედრებზე იყო ტრამპის შვილი და თითქმის ყველა სენატორი და კონგრესმენი ეს იყო ინაუგურაციის წინა ესეთი მიღება და ღონისძიება, სადაც სალომე ზურაბიშვილი ჯო უილსონთან და სხვა კანონმდებლებთან ერთად ნახეთ და ის გააცნეს პირველ რიგში მარკო რუბიოს, გააცნეს ტრამპის უახლოეს გარემოცვას და მათ შორის შედგა უკვე პირველი კომუნიკაცია. აი ესეა, ნუ აქედან გვესმის დაცინვა და ცინიკური სიუჟეტები კეთდება, რომ იქ ვიღაცამ რაღაც გადამყედვილებისგან იყიდა და რეალურად იქ სელფის გადასაღებად არის ხალხი წასული მხოლოდ, თუმცა აი ამ გვარ ინფორმაციას უკვე ეს მეორე მხრივ აი ესეთი ფაქტები უპირისპირდება, რასაც ასევე დოკუმენტირებულად
ვხედავთ, საინტერესო ინაუგურაცია გველის ალბათ წინ, ამასაც ალბათ გამოვეხმაურებით დიდი ალბათობით. მადლობა რომ დრო დამითმეთ, ალბათ ძალიან გამიგრძელდა. იმედია რომ სასარგებლო იყო თქვენთვის, მინიმუმ საინტერესო იყო აი ამ ტექნიკებზე საუბარი, ვინ როგორ აშუქებს. ჩემი ამოცანა არის კიდევ ერთხელ გეტყვით რომ მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა მომისმინოს მათ, ვინცაც აქვთ აი ნაკლები გამოცდილება მედიას სხვა თვალით უყურონ და შესაძლოა ძალიან მარტივადაც იჯერებენ ხოლმე ერთი ან მეორე მხრიდან მოყოლილ ცალმხრივად მოყოლილ ამბებს და აი ამ ტექნიკებზე, აი ამ შედარებებზე აქცენტს სწორედ ამიტომ ვაკეთებ, რომ მე უკვე თავად გაიაზროთ ეს ყველაფერი რა როგორ მუშაობს და უფრო მეტი კითხვები დასვათ. მადლობას გეტყვით იმისთვის, რომ გამომწერები გვემატება თანდათან, ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ჩვენ აბსოლუტურად დამოუკიდებლები ვართ და პრინციპში ერთადერთი საყრდენი ხართ ჩვენი განვითარების თქვენ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვართ რაღაცა გარე წყაროებზე დამოკიდებული, არც deep state-ი გვაფინანსებს ან რაიმე სხვა, ჩვენი მიზანი არის კრიტიკული კონტენტის შექმნა, ჩვენი მიზანი არის აუდიტორიის გაზრდა და აი ამ პროექტის განვითარება. ხელი შეგვიწყეთ მოკლედ ამაში, გამოიწერეთ, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, გაავრცელეთ ეს ვიდეოები, თუ ფიქრობთ რომ საინტერესოა და განსაკუთრებით იმ ადამიანებმა უნდა ნახონ, ვინც მოწყვლადი არის ესეთი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართ და გვიყურეთ, დაგველოდეთ, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მოვლენების კვალდაკვალ, საინტერესო განხილვების და დისკუსიების თქვენთვის შემოთავაზებას ნახვამდის.